და ჩვენი ეთერის სტუმრების დრო დადგა. მიხეილ სესიაშვილი თავისი ეკონომიკური ცოდნით მე ხა დამაზღვევს და პირველი სტუმარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ თქვენს ეთერში. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა და პირველი კითხვა პრემიერმა განაცხადა რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ასე თქვენთან აქვს კავშირი და პირველი კითხვა რა გველისხვალ ლარის კურსი კვლავ ქვემოთ წავა კონკრეტულად თქვენი მოქმედებები როგორი იქნება აპირებთ თუ არა რეზერვების კვლავ გამოყენებას და ლარის შესყიდვებს რომ კურსი შეაკავოთ თუ სხვა ფინანსური ინსტრუმენტებს გამოიყენებთ პირველ რიგში როგორც თქვენ სიუჟეტში იყო აღნიშნული სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკის ნიშნები რაც გამოიხატა ექსპორტის კლებაში გამოიხატა გზავნილების და ტურიზმის კლებაში ამან ასახვაპოა ლარის გაცვლით კურსზე და იგი გაუფასურდა ჩვენს წინაშე დღეს დგას სამი ძირითადი ამოცანა ეროვნული ბანკის წინაშე პირველი ეს არის უზრუნველყოთ ფინანსური სტაბილურობა მეორე უზრუნველყოთ ფასების სტაბილურობა ანუ ის რომ ლარის დევალვაცია არ გადაიზარდოს ფასების საყოველთაოს დასში მიუხედავად იმისა რომ რიგ საიმპორტო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია და მესამე რაღაცნაირად შეუმსუბუქოთ ტვირთი იმ ადამიანებს ვინც ყველაზე მეტად ზარალობენ ამ პროცესებისგან სახელმწიფო იმ ადამიანებს ვისაც მნიშვნელოვნად გაეზარდა სესხის მომსახურების ტვირთი რაც შეეხება ფინანსურ სტაბილურობას ფინანსური სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი ეს ეროვნული ბანკის მანდატია და ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს გაცილებით უფრო მძიმე შოკის დროს ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას ფასების ზრდასაც შეეხება ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესებს და როგორც აქამდე განვაცხადე იმ შემთხვევაში თუ დადგება საჭიროება ჩვენ კიდევ უფრო მეტად საჭიროებიდან გამომდინარე იმ მოცულობით ჩავერევით რამდენიც იქნება საჭირო უბრალოდ აქ უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ ჩარევას ეროვნული ბანკის ინტერვენციებს აქვს ძალიან კონკრეტული ფასი და ეს ფასი გამოიხატება საბოლოო ჯამში ყველა ჩვენი ჩარევის შინაარსი და შედეგი იქნება ფულის მასის შემცირება ფულის მასის შემცირება კი მარტივ ენაზე ნიშნავს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს ნაკლებ ხელმისაწვდომას სესხებზე ნაკლებ გაყიდვებს და ასე შემდეგ ამიტომ აქ არის ჩვენ სასწორზე დევს სხვა უარყოფითი შედეგები ზუსტად ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ შემთხვევაში დაუშვათ შეცდომები ზუსტად მივყვებით იმ პროცესებს ფასების სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს თქვენი განცხადება, როდესაც ფასების ზრდის საფრთხეზე ლაპარაკობდით, მაშინ იმას შემდეგ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. სად გადის ეს ზღვარი, თქვათ, რა კურსის რა ნიშნულზე ხედავთ ამ ბალანსის წონასწორობის წერტილს, ასე ვთქვათ. ჩვენთვის ზღვარი გადის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე, კონკრეტულად კი მაგასემაც რომ მიზნობრივი მაჩვენებელი არის 5%. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ საიმპორტო პროდუქციაზე ფასები უკვე გაძვირდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ იმას, რომ ფასების საყოველთაოს და მოხდეს. თუ დავინახავთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო კვირებში და მომდევნო თვეებში გაგრძელდა, ჩვენ მოგვიწევს უფრო აქტიური ჩარევა, რომელთაც ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამას აქვს ძალიან ცუდი გვერდითი ეფექტებიც, რომლის თავიდან არიდებას ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ როგორც ვიცით, თქვენ სავალუტო ფონდთან გექნებათ შეხვედრა ასევე და საუბარი არის სესხზე. ალბათ მე ვივარაუდებ, რომ თქვენ გინდა თქვენი ფონდები გააძლიეროთ, მაგრამ ასევე მთავრობა საუბრობს, რომ მასაც უნდა სესხის აღება არა სავალუტო ფონდისგან, მაგრამ სავალუტო ფონდისგან უნდა უფლება აიღოს, რომ მე სხვა ინსტიტუტებისგან სესხი აიღოს და როგორ ფიქრობთ, ეს სესხი რაში უნდა მიმართოს? მე ვამბობ, რომ თქვენ ერთის მხრივ ამბობთ, რომ ცდილობთ, რომ ფულის მასა არ გაზარდოთ, მეორეს მხრივ მთავრობა ამბობს, რომ სესხი უნდა აიღოს და ეს სესხი სად უნდა მიმართოს, რომ ჩვენ ახალი დევალვაციის ტალღა არ მივიღოთ? ზოგადად, როდესაც სახელმწიფო სესხლობს სხვადასხვა დონორებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები მიმართული იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც შემდგომ უკვე სტიმულირებას გააკეთებს ჩვენი ეკონომიკის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადმინისტრაციული ხარჯების ან სხვა ბიუროკრატიული ხარჯების შენახვისკენ იყოს ეს მიმართული და პირიქით ის განცხადებები, რომელიც გაკეთა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოკლევადი ამ პერიოდში ჩვენ მივიღოთ ასევე შეღავათი ლარის კურსის შემდგომი გაუფასურებისგან თავის აცილების მიზნით. ბატონო გიორგი, თქვენ რეფინანსირების განაკვეთი 9% უკვე აწიეთ
ფიქრობ თუ არა რომ უახლოეს პერიოდში კიდევ დაგჭირდებათ ასეთი რადიკალური და შეიძლება უფრო რადიკალური ზომების მიღებაც რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროთ და რა იქნება ამ ყველაფრის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. და ჩვენზე შეეხება თუ არა ვისაც თქვა კრედიტები აქვს გამოტანილი. თუ ამის საჭიროება დადგა, არა მარტო საპროცენტო განაკვეთის, არამედ სხვა ინსტრუმენტების გამოყენება დაგვჭირდება და ამის საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენ არ გვაქვს უფლება დაუშვათ შეცდომა, ვინაიდან ნებისმიერი ჩარევა ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით იწვევს ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად შემცირებას. ამიტომ ჩვენ სასწორის მეორე მხარეს გვიდევს ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო შემცირება, ზუსტად ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ დავაკვირდეთ იმ პროცესებსაც ვითარდება ჩვენს ირგვლივ. კეთილი და ეხლა ცოტა მინდა წარსულსაც გადავხედოთ ბოლო 2 წელს. გასაგებია გარე შოკები, მაგრამ თქვენ პასუხისგებლობას თუ გრძნობთ იგივე სახაზინო ვალდებულებების გაყიდვისას წინა წლებში. თქვენ ხომ ეჭვი ქონდათ რომ ისინი სოციალური ვალდებულებების დასაფარად უნდოდა მთავრობას და დიდი რისკი იყო რომ მიგვეღო ის ვითარება რომელიც უკვე გვაქვს. მე მინდა შევახსენო ტელემაყურებელს რომ ჩვენ მთელი წლების განმავლობაში ეროვნული ბანკი აგროვებდა რეზერვებს. წელს ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ეროვნულ ბანკს არა აქვს ვალი სავალუტო ფონდის და ნებისმიერი სხვა დონორის, ამიტომ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის ბალანსი არის ძალიან ჯანმრთელი. რაც შეეხება ბიუჯეტის სტრუქტურას, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის სტრუქტურა უნდა იყოს ადეკვატური იმ ვითარების, რა ვითარებაც არის შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უმოკლეს ვადებში მომდენო პერიოდში გასგულისხმოთ ადეკვატური თუ შეიძლება მარტივი მაგალითი რო გითხრათ, ანუ რატო სად არის თქვა ადეკვატური ბიუჯეტი დღეს? ზოგადად ფისკალური პოლიტიკა აქვს მნიშვნელოვანი როლი, ის მოგეხსენებათ მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ია, ამიტომ დღევანდელი ჩვენი გამოწვევები, როდესაც სახეზე გვაქვს ექსპორტის 30%-იანი კლება, გზავნილების კლება, ტურიზმის კლება და ახალი გამოწვევები ჩვენს სავაჭრო ბალანსში, თავისთავად ცხადია, უნდა იყოს ასახული იმ პარამეტრებში, რა პარამეტრებზეც ხდება ამ მთავარი ფინანსური დოკუმენტის გათვლა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის. 25%-იანი დევალვაცია, რომელიც უკვე მოხდა, არის საკმაოდ მტკივნეული, ჩვენ ეს კარგად გვესმის და ყველაფერს და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო პროცესები და ნეგატიური გავლენა იქნეს შერბილებული. კეთილი, დიდი მადლობა.